იმსახურებს ერი აი ამ გამოჭუკებულს. იმიტომ რომ ფული აქვს ამას. მეტი არაფერი, ფული რო აქვს. თავისი ტვინით კი არ არის მოპოვებული და თავისი გამოგონებით. ხო, უცნაური კიდე რა არის? ამ კაცმა როდის იყიდა ორი სამეცნიერო ხარისხი. რა ნაშრომები აქვს ეკონომიკაში, რაღაც იმას. გადაირევით, იცი? აი მეცნიერი მუშაკი არის ეს კაცო. საწაწია მეცნიერება რომელ ქვეყანაში იყო ეს გამოყენებული როგორც მეცნიერ მუშაკი, ან საქართველოში რა მეცნიერ მუშაკია, რას მოღვაწეობს, არ შეიძლება გაგვაგებინოთ. იყიდა პასპორტები, იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა, იყიდა ხარისხები, ხო? ეს ფული კიდე ვინ მოცა, გაგვაგებინეთ ამ კაცმა ეს ფული, მინიმუმ მილიარდი ამ კაცს არ შეიძლება გამაგებინოთ კაცო. დაძლებთ რაღაცა ორ კაპიკს რო აიღებს კაცი, დაძლებთ ჯიბეში $100 სადაგა გაბა შავი ფული. ამ კაცმა ეს 7 მილიარდი სად მოიპოვა იმ ჯოჯოხეთში 90-იანი წლების ჯოჯოხეთი რო ქვია. სად როგორ მოახერხა კაცო, სად? საფრანგეთიდან ვერ გამდიდები. ხო, რას ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში. ან გერმანიაში. რა მეცნიერი რიკარდო არის, ადამ სმიტია, ვინ არის ესა გამაგებინეთ. რა ნაშრომები იცით ამ კაცის შესახებ? არა რა კაცი ვერც ქართულად ლაპარაკობს, ვერც რუსულად ვერ ლაპარაკობს. ვერთი რამე რომ გაწაფულა ამ ბოლო დროს ბავშვივით კითხვაში რა. დააწერილი ხის სისულელეს კითხულობს, არც იაზრებს და დასაცინი ხდება მოსახლეობის შეგნებული მასებისადმი. გამაგებინეთ კაცო ეს რა ქვეყანას ვაშენებთ, გამაგებინეთ, ნუ. აგიჟდებით, ბიჭო, რა რეგვენთ აქ ქვეყანა. ბიჭო, ეს არის სტრანადურაკოვი იმაში რო არის, ხო? მურატინოში. მათ ყეყეჩთა ის არის რა ქვეყანა. რა ბრძენიერი ხართ? ბიჭო, გადასარევია. იცით რა არის? მართლა იმსახურებთ, კორკოტაშვილი შევიდეს პარლამენტში, ეს ბძველი ბიჭები, სულ დედაკიტიროთ რა. მართლა იმსახურებს ქართველიერი ამას ეს ნაბიჭრები რო დასვათ იქა. რა დრო დადგა საქართველოში. აი რატო ვიზახი დემოკრატია სატანიზმია. დემოკრატია ნახეთ ოხლოკრატიის შინაარსი მიიღო. ჩოგისა და ბრბოთა ერთობლიობა და ტელევიზიაშიც როგორ ძველი ბიჭური ლაპარაკები არის. რა არის ჭაჭყანი არის. როდემდე იქნებით ხალხო ესეთი გაუბედურებული ქვეყანა, გამაგებინეთ, იქცევა ქვეყანა პირდაპირ გაგებით გეუნებით. ალბათ ღირსი ხართ რა. იმსახურებს ქართველიერი მაგას. არ ვარ ქართველიერი, აი ღმერთმა ჩაგაბარათ ტერიტორია, ყველას ხვდე ვეროვნით ტერიტორიას. ვეროვნით. რო გამჭრით ეგა 30-35 წლის გადავიხე წავედი რა, არ მინდა მეთქი ამ თაქცევას უყურე კიდე. აი რა გითხრათ? რით გაგახართ? ერთი კი ვიცი საქართველოს დემოკრატია ბოლოს მოუღებს. ჩვენ არც რაკეტა გაგვანადგურებს, არც ომი გარედან. ჩვენ ეს დემოკრატია ბოლოს მოგვიღებს რა. ეს ძერმოკრატიათ რო იქ, აი ქართული ძერმოკრატია საქართველოში. ყველანო დაწანწალეს, მათხოვრობენ. აი ზოგი დაბოღმელია, დადიანი დებილებივით, ეს დებილებივით რო იდგა ზუგდიდ შეც კახიკალაძე, გვერდზე, კობახიძე, ეს ბიზნა ჭყაოდა. რაღაცა მეგრევდა იქ კიდე ტაში, ქუხილი, მორეკილი ხალხი, 100 ლარი, ბიჭო, 100 ლარი და 200 ლარი რომ იცი ადამიანს იბღავლებს იმ სიცივეში გახურდება. რას მე გვემაიმუნები აქა. ცირკი არის, ხო? ეს დემოკრატია. რა თეატრი არის დემოკრატია? ხო რა დემოკრატები ვართ მაგი, არ გაახარეს ქართველები, დაადიან ზუკანა ძაღლებივით, გადაფსკვნელები, რა დღეში არიან, ემუქრებიან ერთმანეთს და არავინ არ ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის აი პრობლემებზე. პრობლემები არ აინტერესებთ, მშვიდობა და ომი. იქ დასავლეთის გენება და აქეთ თუმცა ეს ივანიშვილი ღირსეულად მიდის თურმე ეს ევროპაში. თუ აირჩევთ მაგას საკონსტიტუციო უმრავლესობით, მართლმადიდებლობის სტატუსს აწევს, ბიჭო, სტატუსი რა თუ და მაგას. მართლმადიდებლობა რო არის საქართველოში, ეს არის თქვენი დაწყევლა. ეს არის ეს ფანატიკური, ოკულტისტური, მისტიკური, ეს გამოთაყვანება რო გაამრავლეთ, ეგა და გამოგალენჩათ სულ ყველა. დააძრე გილოცავ სვეტი ცხოვრებას, გილოცავ გერგეთობას, გილოცავ გელათობას და ხართ გადაგვარებულები. როდის მიხვდებით თქვენ საწყლეპო? მოგიწევთ იანვრის მერე ისევ საქართველოსთან გაქცევა საბალახოდ. მოგიწევთ. ხო? მოგეშინა ხდელი არ მიგატოვებთ, გამოგეკიდებათ. იმიტომ რომ მან თუ არ გაჭიმენ საჭმელს, გამპასაზღვაგარიში გაჭიმენ პურს და სულის ცხონებისათვის 1000-ში ევროპელი ვერ გაგიყვანს. ამიტომ მღვდელიც უნდა დაადევნო გაქცეულებს და ხო არიან მღვდელები გარეთ, მივლინებაში მღვდელები არ მოგწონთ საზღვაგარით, რა კარგად არიან, იგაც რომ ათხოვრობენ ამ საცოდავ ხალხზე. აი ეს არის თუ არის დაწყევლა და გაუბედურება. ასე რომ დემოკრატია ეს ქართველიერის განადგურების ფორმა არის. და მაგას თქვენ ვერ გადამარქმევინეთ გამორიცხულია. იმიტომ რომ ძაღლი პატრონს ვერ აცნობს რა. ვერ გაიგებ რა უნდა იცი ქვეყანას, აი რას აწვევით?
აი რა გინდათ გაგვაგებინეთ, აი რა არის იდეოლოგია თქვენი? გარდა იმისა, წინაპრები, უკანაპრები, საფლავები, ცვეტიწყოლობა, გერგეთობა და ერთმანეთს ვერ იტანთ. ეს ივანიშვილი არ ვიცი, რა ვიცი, ეს ვინ დაწყებლა ესაც უდავი, ხო? რა ვიცი, ამას ახლა თავისი ნება რო იყოს, გაიქცევა საქართველოსთან, მაგრამ ვინც ეგ დავალება მიცა, დედიმისის ბიჭია, დაბა რა მეუთხროს. სანამ ბოლომდე არ შეასრულებს ის, რაც დაკისრებულია, მაგი მანდ ვერსად ვერ წავა. ეს საქართველოში ყველაზე ტრაგიკული პიროვნება ეგ არის. შიოლაშვილზე აღარაფერს არ ვიცი, ეს არის ეს სატანას ემსახურება, ქართველების გასაუბედურება და ყველა ქართველის ჯოჯოხეთში მიერეკება სატანასთან. აი ეს გათახსირებული კაცი სულით და ყველაფრით. გაყევით მაგას. ხორციელი ხალხი ბიძინას გაყევით, სულსაც ამოგაძრობენ და ხორცსაც გაგიუბედურებენ რაც ხდება. ძვალებრიშია ქართველის ღალატი რა. რა ეს იყო გამსახურდია ეს დროს. ვინც დანიშნა გამსახურდია, სულ ყველა მოღალატა. სულ ყველა გადაუდგა. ბოლოს მე მგონი ოჯახიც კი გადაუდგა. ბოლოს მოკლეს, ვისაც ენდობოდა იმან გააგორა. და იცით რა, ურცხვად, იცი არა, გვეძინა, არ ვიცი, თავი როგორ უკნიდან ისროლა თოფი? უკნიდან იმაში, უკნიდან აიღო და ესე ისროლა თოფი? იარაღი იმხელა სტეჩკინი თან? რა მხელა 5 კილოა მე მგონი. ცოტა გავაზვიათ ეს იმხელა ის არის ეს სტეჩკინი. თავში კაცო უკან კეფაში როგორ მოიტყა? კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია რა. ქართველისთვის ყველაზე საშინელი მტერი ქართველი არის.